საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია და თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობს გადაცემა Art Express-ი. მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთან ერთად ვისაუბრებ საინტერესო თემებზე, რომლებიც მიმდინარე პროცესებს ასახავს და არა მხოლოდ მიმდინარეს. ჩვენი გადაცემა იწყება მნიშვნელოვანი რუბრიკით ქართველი ხელოვანები უცხოეთში. მოვისმენთ ერთ ფრაგმენტს და შემდეგ წარმოგიდგენთ სტუმარს. ნინო მოდებაძეა ჩვენთან ერთად ის პარიზიდან გვერდება. ქართველი პიანისტი უკვე წლებია პარიზში ცხოვრობს და ის გვიამბობს ახლა თავისი შემოქმედების შესახებ. ნინო, საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის ქალბატონო ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში. ასევე ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რასაკვირველია არ არის ადვილი ქვეყნიდან შორს ყოფნა, შენი სახლიდან შორს ყოფნა, მაგრამ როცა ეს ეხება ხელოვნების ესეთი მნიშვნელოვანი დარგის, როგორც პიანიზმი, აზიარებას სხვა ქვეყანაში და სხვა გამოცდილების მიღებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. მოდით რამდენიმე სიტყვით გითხარით, როგორ წახვედით, რამდენი ხანია მანდ ხართ და რას აკეთებთ დღეს? თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ქვეყნიდან შორს ყოფნა, მაგრამ ალბათ მუსიკის სიყვარული მიმსუბუქებს ამ დისტანციას. მე წავედი პარიზში 2018 წელს. დიდმა მუსიკოსმა, ფრანგმა მუსიკოსმა გაბრიელ ტაკინომ მიმიწვია ბაკალავრიატი დაამთავრა თბილისში და დამთავრებისთანავე მან გამომიგზავნა შეტყობინება რომ მას სურდა ჩემი ჩანაწერები მოისმინა და მას სურდა რომ მე მის კლასში ყოფილიყავი და რა თქმა უნდა მე დავთანხმდი და მასთან მე ვირტუოზის დიპლომის წოდება მივიღე. შემდეგ წელს მე გადავედი ფილიპ ონთრომოსთან, ლეგენდარულ მუსიკოსთან, რადგან გაბრიელ ტაკინოს სიტუაცია ჯანმრთელობის არ იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში და ის ვერ აგრძელებდა გაკვეთილების ჩატარებას. ამიტომაც მე გადავედი და მივიღე საკონცერტო დიპლომის წოდება ფილიპ ონთრომოსთან და ამის შემდეგ მე ვაგრძელებ კონცერტებით, კონკურსებით მოღვაწეობას საფრანგეთში და არა მარტო. რასაკვირველია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ორ სპეციალობას ეუფლებით, რამდენადაც ვიცი,
ხართ მაგისტრი პიანიზმის დარგში და ასევე მუსიკოლოგიაშიც დაიწყეთ სწავლა. დიახ, მუსიკოლოგიაში წელს დავასრულებ სწავლას პარიზის საკლას უნივერსიტეტში. ვერსტალთან თანამშრომლობით და ეკოლ ნორმალ მუსიკ დუ პარი ალფრედ კორტოშიც ვარ. და წერ სამაგისტრიან ნაშრომს შუმანსა და ბრამსზე. დიახ, რა სფეროს იკვლევთ და როგორ არის დაუშვათ მუსიკოლოგიის დარგი ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ხსენებულ უნივერსიტეტში? დიახ, ძალიან ბევრი საგანი მაქვს. ვსწავლობ ფრანგულ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპოზიტორების ისტორია ვიცოდეთ. დიახ, და მე რატო ავარჩიე შუმანი და ბრამსი, იმიტომ რომ ეს ორი კომპოზიტორი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და მათ აერთიანებს ერთი საერთო სიყვარული კლარა შუმანი. და ჩვენ ვხედავთ მათ ნაწარმოებებში ამ ხაზს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და არა მხოლოდ წერ სამაგისტრო ნაშრომს, არამედ სპექტაკლიშიც უნდა დავდგა, მოვიწვიო მუსიკოსები და შევასრულოთ ეს სპექტაკლი. ძალიან საინტერესოა, როგორი სტილის იქნება ეს სპექტაკლი და რა ფორმატში განხორციელდება. აი თქვენი თემატიკიდან გამომდინარე იქნება ალბათ, ხო? დიახ, მე სპექტაკლში მირჩევნია, რომ ჟურნალისტმა ისაუბროს და წარადგინოს სიტყვით გვერდი და მე დავუკრავ შევასრულებ სოლო პროგრამას, ბრამსის სონატას, პირველ სონატას, შუმანის ვარიაციებს ავების თემაზე და ასევე მე შევასრულებ მევიოლინესთან, პროფესიონალ მევიოლინესთან შუმანის პირველ სავიოლინო სონატას. თქვენ პირველად გავუშვით, ეს იყო კამერული მუსიკა, შესრულება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია კამერული მუსიკა მუსიკოსის განვითარებისთვის. და მე ძალიან მიყვარს და ძალიან ხშირად ვასრულებ სხვა მუსიკოსებთან სხვადასხვა ნაწარმოებებს. თქვენი გამოგზავნილი ვიდეო მასალიდან გამომდინარე, სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, რომელია პრიორიტეტი სოლო შემსრულებლობა თუ ანსამბლები თქვენთვის? თუ ორივე? მე დიახ, ალბათ ორივეს ვიტყვი. ეს ორივე ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა სოლოს უფრო ხშირად ვასრულებ. დიახ. და ამ ეტაპზე თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ კონცერტები სხვადასხვა ქვეყნებში და რას გეგმავთ უახლოეს პერიოდში? მე ვისარგებლებ თქვენ გადაცემით და გეტყვით, რომ გუშინ დავბრუნდი ინგლისიდან და ჩამოვიტანე პრიზი კონკურსში გამარჯვებულთა შორის ვიყავი. ოქსფორდის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში გავიმარჯვე, ძალიან დიდი კონკურენცია იყო და გადავლახე რამდენიმე ტური და მივედი ფინალამდე და დავუკარი გავაზე და მესამე ადგილი ავიღე. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მართლაც. დიახ, ძალიან გახარებული ვარ, რადგან ხალხის სიყვარული იყო ჩვენთვის ყველაზე მთავარი პედაგოგების და პროფესორების მათ მითხრეს, რომ მათთვის გამარჯვებული ვიყავი და მე ჩემი დამოკიდებულება მუსიკასთან ჩანს, რომ მე ძალიან მიყვარს და საკუთაო ნოტი, რომელსაც ვიღებ გულიდან მოდის. ძალიან საინტერესოა ზოგადად აი მრავალფეროვანი საკონცერტო ცხოვრება. უკვე თქვენ გაქვთ გეგმები რასაკვირველია გაწერილი უახლოესი პერიოდის და ალბათ შემდეგი წლისაც კი შესაძლებელია, მაგრამ არის თუ არა აი ამ გეგმებში საქართველო? და როგორ აპირებთ საქართველოსთან ურთიერთობას მომავალში? დიახ, არის მე წელს ჩავატარებ სოლო კონცერტს ბათუმის კონსერვატორიაში. ძალიან საინტერესოა. ეს უკვე მნიშვნელოვანია, როდის იქნება ეს? ეს იქნება ზაფხულში, როგორც კი დავასრულებ მე აქ ჩემ მაგისტრატურას. ჩამოვდივარ, დიდი ხნით მინდა რომ ჩამოვიდე, მოწყურებული მაქვს ჩემი ქვეყანა და აუცილებლად ჩავატარებ სოლო კონცერტს. და უახლოესი გეგმები გარდა საქართველოსი რას აპირებთ? გარდა საქართველოსი თქვენ როგორც იცით 2022 წელს მე
გავხდი ფორტეპიანოების ფრენდის ბლუტლერის არტისტი და ეს ნიშნავს რომ მე ვარ ევროპაში ელჩი ამ ფორტეპიანოების და კონცერტები ყოველთვის ძალიან ხშირია. დავუკარი შატო ვალანსიაში ერთ-ერთი შატო ძალიან ცნობილი შატო საფრანგეთში და რა თქმა უნდა დაწერილი მაქვს კონცერტები საფრანგეთში ძალიან ბევრი კონცერტი მაქვს მერი დუ რანსი მერიაში მაკრანსის მერიაში აპრილში კონცერტი სადაც შევასრულებ გამოჩენილ ფრანგ 23 მუსიკოსთან ერთად ასე ქვია მარათონს წავიყვანთ დილის 11 საათიდან ღამის 8 საათამდე და მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა. ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ უკვე და მინდა წარმატებები გისურვოთ. გელოდებით ბათუმში, მე ვფიქრობ თუ გადაცემა იქნება ის ჯერ კიდევ ეთერში და არ ექნება, ესე ვთქვათ, აგვისტო და შვებულება, სიამოვნებით გიმასპინძლებთ სტუდიაში. უღრმესი მადლობა და დიდი სიამოვნებით დავბრუნდებით თქვენს გადაცემაში. ნახვამდის წარმატებები ჩვენ საუბრობდით ნინო მოდებაძესთან ერთად ის პარიზიდან გვერდთვებოდა მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო მას ის მნიშვნელოვანი გამარჯვება რომელიც ახსენა ინგლისში ოქსფორდში ვაგრძელებთ გადაცემას და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ყველაზე კრეატიული სახის შესახებ უნდა ვისაუბროთ და უნდა ვისაუბროთ იმაზეც, როგორ შეიძლება დამარცხდეს საკუთარ თავთან, როგორ შეიძლება შენმა მეცნიერულმა მიღწევებმა, შენმა დაუდგრომელმა და დაუშურებელმა ძალამ რაღაც საოცრება შექმნა დაღუპოს. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ეს სახე, რომელიც მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ფრანკენშტეინის სახეს გულისხმობ, ასახა წიგნში ქალბატონმა მე-19 საუკუნეში, აი რაღაც იმდენად უცნაური მოვლენაა და ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება თამარ სირაძესთან, ფილოლოგთან ერთად. დიდი მადლობა თამრიკო ჩვენთან ერთად რომ ხართ. მართლა გამაოგნებელია, რომ აი ესეთი მასშტაბის, ასეთი მეცნიერული ტურისტის სახე ქალმა და ძალიან ახალგაზრდა ასაკში შექმნა. და როგორ გაუძლო ამას ყველაფერს, იმიტომ გარდაიცვალა ალბათ ისე ახალგაზრდა მაინც. თლად ახალგაზრდა არა, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ ახალგაზრდა. მოგესალმებით, მაყურებლებს მივესალმები და დაგეთანხმებით, რომ ფრანკენშტაინი ეს არის თემა, რომელიც შექმნის დღიდან იპყრობს კითხველის ყურადღებას, შემოქმედი ადამიანების ყურადღებას და გამოძახილი დღემდე გრძელდება. ტალღაო მინდოდა მეთქვა, მაგრამ ტალღა კი არა, მთელი ცუნამია მე მგონი იმ გამოძახილებისა, რაც მოხდა 60. აჰა, 70. ნუ 70-მდე არის. ეხლა 2025-შიც გადაუღიათ და მოგვიანებით ამაზეც ვისაუბროთ. დავიწყოთ იმით, რომ ალბათ 25-საც. დავიწყოთ იმით, რომ 18 წლის იყო მერი შელი, როდესაც დაუწერია ეს ნაწარმოები. მერი შელი ცნობილი დღეს ამ ნაწარმოებით არის, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ ნაწარმოების შემდეგ 1-7 რომანი კიდევ დაწერა და თანაც ყოველთვის იყო ჩრდილში. იმიტომ რომ ის პერსიბიში შელის მეუღლე იყო, ბაირონის მეგობარი და მოგეხსენებათ ინგლისურ და მსოფლიო ლიტერატურაში და კულტურაში ინგლისური რომანტიზმი ცალკე საყურადღებო თემა არის და ჩვენ ფრანკენშტაინზე, მერი შელიზე და ზოგადად ამ ახალგაზრდების ჯგუფზე რო ვისაუბროთ, ალბათ ვერ დავასრულებთ კარგახანს ამ საუბარს. ამიტომ რასაც ჩვენი გადაცემის ფორმატი საშუალებას მოგცემს, მაქსიმალურად ვეცდები, რომ წიგნზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნაწარმოები გახლავთ. 1818 წელს დაიწერა. ვამბობთ, რომ 18 წლის იყო მერი შელი, მაგრამ 1816 წელს დაიწყო მან სინამდვილეში ამ ნაწარმოებზე მუშაობა. საინტერესო არის ნაწარმოების შექმნის ისტორიაც, იმიტომ რომ ეს ბაირონის შელის, მერი შელის და კლარა კლერმონის ეს ჯგუფი ხშირად ერთად მოგზაურობდა და ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს ჟენევის ტბასთან აღმოჩნდა, რომ ივლისში თოვლი მოვიდა მაშინ ჟენევაში და უბრალოდ ევროპაში ძალიან სხვანაირი კლიმატი ყოფილა და
ну დათქვეს, რომ ერთ საღამოს რითი გავერთოთ და აი საშინელებათა მოთხრობებს ყველაზე უფრო საინტერესოს ვინ მოიგონებს და დაწერსო და მოგეხსენებათ მაშინ მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში ეგრეთ წოდებული გოთური რომანის, იგივე საშინელებათა რომანის ბუმია. და შექმნა ყველამ თავისი წილი, ასე ვთქვათ. ლექსებში გამოხატა ბაირონმა და შეილიმ, პერსიპიში შეილიმ, ხოლო მერი შეილიმ დაიწყო ფრანკენშტაინი, მოკვა ეს ამბავი ამ ჯგუფთან და ასევე უნდა ვახსენოთ ჯონ პოლიდორო, რომელიც ბაირონის პირადი ექიმი გახდათ, მან შექმნა ასევე ვამპირი სახელწოდებით ნაწარმოები. ანუ ამ შეხვედრას ალბათ ლიტერატურული მოყვა ძალიან დიდი ლიტერატურული შედევრები. და თავად მერი შელის ფრანკენშტეინი გახლავთ, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ახსენეთ, მეცნიერის შესახებ, რომელმაც შექმნა გარკვეული ქმნილება, რომელიც ურჩხული გამოვიდა, ну, საზარელი და საშინელი და რომელიც ბოლოს თვითონაც იღუპება და თავის შემქმნელსაც შეიწირავს, ну, ისიც გარდაიცვალა. მის საყვარელ ადამიანებს შეიწირავს ეგეთ. ძალიან ბევრი მსხვერპლი მოყვება ამას, მაგრამ დავიწყოთ სათაურით. ამ ნაწარმოებს ქვია ფრანკენშტაინი, ანუ ახალი პრომეთე. და უკვე პრომეთეს სათაურში გამოტანა ნიშნავს იმას, რომ ცოტათი უარყოფითი კონტექსტი აქვს უკვე ამ ნაწარმოების იდეას, იმდენად რამდენადაც მერი შელი თავად, როგორც ამბობენ, იყო პითაგორელს ეძახდნენ, ანუ ვეგეტარიანელი, ასე ვთქვათ, ცხოველების დამცველი და ის თვლიდა პრომეთეს უარყოფით მითოლოგიურ გმირად, რომელმაც ადამიანებს ცეცხლთან ერთად ასწავლა ხორცის გამოყენება, ცხოველების ხორცის და ამდენად ის უკვე აი ამ შემოქმედებითობას უყურებს უარყოფითად. მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თავად აი ეს ახალგაზრდების საუბრების დროს და ზოგადად მოგზაურობების დროსაც საკმაოდ განათლებულები იყვნენ და იმ დროს მიდიოდა გალვანიზმის შესახებ საუბარი, არსებობდა ერაზმუს დარვინის თეორიები, ეს ბაბუარი ჩვენი ცნობილი დარვინის, ну, სადაც აი ბიოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ალქიმიაც ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული. ну, ცდილობდნენ სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მოეპოვებინათ და ცდილობდნენ აეხსნათ რა არის სიკვდილი და რა არის სიცოცხლე. ამას მოყვა ძალიან საინტერესო მეცნიერული აღმოჩენებიც, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურაში მან დაგვიტოვა ფრანკენშტაინი. ფრანკენშტაინის ლიტერატურული ღირებულება ძალიან დიდია, ის აღწერილი არის წერილების სახით, დასაწყისში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ზოგადად ფრანკენშტაინის სახელწოდება არასწორად დამკვიდრდა. ბევრს გონია, რომ ფრანკენშტაინი ქვია იმ ურჩხულს. ფრანკენშტაინი გახლავთ მეცნიერის გვარი, ვიქტორ ფრანკენშტაინი არის მთავარი მოქმედი პირი, რომელიც ქმნის ურჩხულს, რომელსაც სახელს ვერ არქმევს. წიგნში არსად არ არის მოხსენიებული, ხან საზიზრობას ეძახის, ხან ურჩხულს, ხან დემონს, ხან რაღაც, ну, არის ყველაზე უარყოფითი და შეურაცხყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს, მაგრამ მას სახელი არ აქვს. ამიტომ ფრანკენშტაინი უნდა დავიმახსოვროთ, რომ გახლავთ ზოგადად ამ მეცნიერის გვარი. და მერი შელი გვაძლევს დასაწყისშივე ამ იდეის, ანუ ადამიანის გაღმერთების იდეის კრახს. და რაში გამოიხატება ეს? ნაწარმოები იწყება კაპიტან რობერტ უოლტონის წერილებით, რატომღაც არ აქცევენ ამას ყურადღებას, არადა რობერტ უოლტონი არის ინგლისელი, რომელიც შეპყრობილია ერთი იდეით, რომ წავიდეს და გამოიკვლიო ჩრდილოეთ პოლუსი და თავის დას წერს წერილებს. და პირველი, მეორე, მესამე და უცებ ერთ ბოლო წერილში, რომელიც მე ისე გავერთემო მოსმენის კითხვაც რომ აღარ დამისვამს. და ანუ ის აუწყებს თავის დას, რომ ერთი უცნაური პიროვნება შემოხდა აი ამ ყინულებში, მისდევს ვიღაცას და ამბობს, რომ ნუ ძალიან დაღლილი იყო და ამბობს, რომ ნუ თავგადასავალს უყვება და რეალურად საშინელი მონსტრი ამბობს ის. დიახ, და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ თვითონ აგებულება წიგნის პირდაპირ იძლევა კინოკადრებში განსხეულების საშუალებას და ეს არის ძალიან უცნაური იმ პერიოდისთვის. იმიტომ რომ ალბათ ესეც რომანტიზმის დამსახურებაა,
horror stories, საშინელებათა მოთხრობების და სტრუქტურის და თანაც, აი ეს დასაწყისიც და განვითარება მერე დასაწყისიდან რეალურად ყველაფერი გახსნილია დასაწყისში. ესეც ტიპური ფილმის კადრია. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აი მათ დიალოგში ვიქტორ ფრანკენშტეინი და კაპიტანი რობერტ ვოლტონი ერთმანეთში რო საუბრობენ და ვიქტორი რო გაიგებს, რომ ეს ვოლტონი შეპყრობილია გარკვეული იდეით, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, მე ჩემსას უნდა მივაქციო, რო ეუბნება, საბრალო შენც ჩემნაირი საშინელი აზრებით ყოფილხარ შეპყრობილი, მე მოგიყვები ჩემს თავგადასავალს და ნახავ, რომ რასაც შენ ამბობ, რასაც მისდევ, ის არაფრთიურია, ის არ არის სწორი გზა. და ამ შემდეგ გვიყვებიან თავგადასავალს და შემდეგ იწყება წიგნის თავები. და რა თქმა უნდა, მინდა აღნიშნო ისე, რომ ახლა ყველაფერს დეტალურად ვერ მოვყვები, რა თქმა უნდა, ფილმებზეც გვინდა რომ ხო რომ გადავიდეთ. და ჩვენ დრო უკვე ხო, მინდა ვთქვა, რომ აი ძალიან დიდი მემკვიდრეობა აქვს ამ ფრანკენშტეინს, შექმნილი არის ძალიან ბევრი ფილმის ვერსია, როგორც ვთქვით, სატელევიზიო სერიალებიც, სპექტაკლებიც და აი გამონათქვამიც ყოფილა ფრანკენშტეინის კომპლექსი, რომელიც თურმე ნიშნავს აიზეკ აზიმოვს დაუმკვიდრებია ეს ტერმინი სამეცნიერო ფანტასტიკის წარმოადგენელს, თურმე ნიშნავს მექანიკური ადამიანის შიშს. ანუ ვისაც ეშინია ესეთ რაღაცები შეგიძლიათ ბევრი ასოციაცია ჩნდება ახლა, მაგრამ არ მინდა ლაპარაკი ამ თემაზე. კი ბატონო, ახლა ჩვენ ხელოვნურ ინტელექტამდე არ მივალთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ყველაფერი მასაც უკავშირდება. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, გადააჭარბოს ღმერთს, ან გაიმეოროს ღმერთის აქცელი და შექმნას ცოცხალი არსება, გვამებისგან და ესეთი ნაწილებისგან, სხვადასხვა ნაწილებისგან, სხვადასხვა გამოცდილებისგან. ხო, თანაც ქირურგია ძალიან ცნობილი, ძალიან კარგი ყმაწვილი იყო, რა ქნას ახლა შეიპყრო ამ იდეამ, ხო? და აი ფილმების ვერსიების შემდეგ რაც წამოვიდა, პირველი იყო 1931 წელს გადაღებული ფილმი შავთეთრი. შავთეთრი, რომელიც აი ამბობენ, რომ ერთადერთი ახლა გადიოდა სხვათა შორის. საუკეთესო ვერსია არის წიგნის ერთგულების. მაგრამ აქაც აი ეს ელვა გამოჩნდა. წიგნში ეს არ არის. ჩვენ არ ვიცით, როგორ შექმნა ვიქტორ ფრანკენშტეინმა თავისი ურჩხული და აი ეს ელვისგან გაკეთებული, ალბათ იმიტომ რომ გალვანიზმი და ასე შემდეგ ვახსენე იმ დროისათვის ეს მიღებული ის იყო ახალ პრომეთეს სხვათა შორის ბენჯამინ ფრანკელსაც ეძახდნენ, რომელმაც მეხამრიდი გამოიგონა და დამკვიდრდა შემდეგ, რომ ყველა ამბობს, რომ აი ასე შექმნა ფრანკენშტეინმა თავისი მონსტრიო, რომ აი ეს ელექტროისი მუქტი ჩაუდო, უბრალოდ არ არის ეს. აქ არის ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი ფიქრისთვის, რომ ზოგადად ადამიანის მისწრაფება, მიდრეკილება, ის კრეატიულობა, მეცნიერებაში, ხო, რაღაცა, აი რამ უნდა გააჩეროს? ეგ არის ყველაზე საინტერესო. მე დავასკვენი, რომ ნახეთ, დააპირისპირა ვიქტორ ფრანკენშტეინი და კაპიტანი რობერტ ვოლტონი, ხო? ვოლტონი იკვლევს იმას, რაც ბუნებრივი მოცემულობაა. ჩრდილოეთ პოლუსის გამოკვლევა ადამიანებისთვის ნამდვილად სასარგებლო არის და სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იქ ნამდვილად საინტერესო რომ ჩვენი შემოქმედებობა განვითარდეს, მაგრამ როდესაც ჩვენ იცი რომ აკეთებ ან ეჭიდები ისეთ რამეს, რომელიც ნამდვილად მიუღწეველია და არ ახარ დარწმუნებული რა შედეგს გამოიღებს, ეს უკვე არის, არა ვიცი, როგორც ის obsession რო ამბობენ ინგლისელები და ძალიან რთულია ამ შემთხვევაში შეპყრობილი ხარ ამ იდეით და უკვე ბოროტის ძალა შეპყრობილობის იდეა მუდმივად იყო იგივე ფაუსტის შემთხვევაში, იგივე ბულგაკოვის შემთხვევაში ეს არის, მაგრამ ეს არის ძალიან ღია, ძალიან სასტიკი. რაღაცა იცით რა, აი ნაწარმოებს რო კითხულობთ, ხო? უკვე თავიდანვე რო იცით, რომ განწერული იდეაც შეეწირება ყველა და ყველაფერი. აი ეს იდეაც რა თქმა უნდა გასაგებია რომ ასე არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ნახეთ კიდე როგორ განვითარდა ეს სიუჟეტი თანამედროვე ვერსიებში. ურჩხული, მონსტრი, რომელიც ეწოდებათ. იმიტომ რომ მის ცხოვრებასაც რო თვალყური მივადევნოთ, ის ხო გარიყა თავისმა პატრონმა და მერი შელის წიგნში პირდაპირ წერია. ერთ წინადადებაშია მოთავსებული. შევქმენი, შევხედე, შემეზიზღა და მინდოდა
გავქცეოდი. ანუ უკვე აი არც ერთი წუთი არ არის, რომ ის კმაყოფილი იყოს და თავისი ამასაც აქვს თავისი ესეთი მრავალწახნაგოვანი გაგება. ძალიან საინტერესო თემა, მართლა ამოუწურავი და რეალურად მე ვფიქრობ, მაყურებელს ექნება საშუალება იფიქროს, წაიკითხოს, ვისაც არ წაუკითხავს და არ ვიცი, ფილმების ნახვა უფრო მძიმეა ვიდრე წაკითხვა, იმიტომ რომ სხვათა შორის წაკითხვით წიგნში სოციალური პრობლემებიც არის, განათლების პრობლემაც, რაც კი ლიტერატურათმცოდნეობაში დღეს მეთოდები არის ნაწარმოებების განხილვის, ყველა მეთოდი მოერგო მას, დაწყებული ფორმალისტური, ფსიქოანალიზური, მითოლოგიური κρიტიკა, ფემინისტური κρიტიკა, სტრუქტურალიზმი, დეკონსტრუქცია, პოსტსტრუქტურა, ყველაფრით შეიძლება შეისწავლონ ეს ნაწარმოები. იმდენად დიდ მასალას იძლევა. და ასევე, ის ურჩხულის შეწოდებაზეც რო ვთქვი, ეს ძალიან საინტერესო დეტალი. ნახეთ, განიხილავენ იმითი, რომ აი ურჩხულიც ისიც ადამიანური თვისებებიც იყო, ამის ახირების მსხვერპლია. იმიტომ რომ როდესაც ბრმა ადამიანთან ქონდა კონტაქტი, იმიტომ რომ ბრმამას ვერ ხედავდა და აქ იქვამდა ჩვეულებრივ ადამიანად და მისგან ისეთ სიტყვას გიულობდა, რომ საპასუხოდ სიტყვა იყო, მაგრამ როგორც კი დევნას უწყებენ, ისიც შურისძიებით პასუხობს და ამიტომ ბოლოს, საბოლოოდ მაინც ფრანკელ ვიქტორი, რა თქმა უნდა, ციებ-ცხელებით იღუპება და ძალიან ნერვიულობს და ჩვენი მონსტრიც იქ გაჩაღებულ კოცონს ფაქტობრივად თავს დაიცვავს, ასე უნდა დასრულდეს მისი ცხოვრება. დიდი მადლობა, მართლა ძალიან საინტერესო თემა იყო. ფილმებზე ბევრი ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ 2025-ის და აი ეს შავ-თეთრი ვარიანტი 30-ია თუ 34 წლის ფილმიც არის კენეთ ბრანას გადაღებული 31 წლის. ეს პირველი, რომელიც სათავეს უდევს ძალიან ბევრ საინტერესო მიგნებებს და დამატებებს. ჩვენ გასაღები მივეცით მოკლედ და შეგიძლიათ გაეცნოთ, ვისაც არ გახსოვთ, თავიდან გადახედოთ. ფრანკენშტაინზე ვსაუბრობდით თამარ სირაძესთან ერთად. მადლობა მას და ახლა ვაგრძელებთ გადაცემას ტრადიციული ნაწარმოებების ეკრანზე არა და ამ შემთხვევაში თეატრალურ სცენაზე განსხეულება უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა თავისთავად და ტრადიციის ახალ გარემოში წარმოდგენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. როგორ აისახა მე-19 საუკუნის თბილისი ზუგდიდის შალვა-დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლში, ამაზე გვესაუბრება რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი. გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა. მიუხედავად გაყურებელს. მადლობა ჩვენთან ერთად რო ხართ, ვიცი, ორი მნიშვნელოვანი საპრემიერო დღე გამოიარეთ და ძალიან საინტერესო დღეები იყო. ჩვენ ნახეთ ვიდეო მასალა ფრაგმენტულად რასაკვირველია, საოცრად ჭრელი, საოცრად საინტერესო. როგორია ხანუმა თქვენეული და ზუგდიდის თეატრის? ეს პიესის არჩევანით დავიწყებ, რატომ შევარჩიეთ ხანუმა, როდესაც გადავწყვიტეთ თანამშრომლა ზუგდიდის თეატრთან. არც ერთ პიესას ქართული თეატრის ისტორიაში იმდენი სიხარული არ მოუტანია ქართველი მაყურებლისთვის, რამდენიც მოიტანა ხანუმამ და თეატრის ფუნქცია კოტე მარჯანიშვილის გააზრებით სწორედ ეს არის, რომ მიანიჭოს სიხარული მაყურებელს და შემატოს მას მხნეობა. და ეს გვინდა ყოფილიყო ხალისიანი წარმოდგენა თავისი, ასე ვთქვათ, შემეცნებითი აქცენტების გაგვეცოცხლებინა თბილისი ისე როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. და უბრალოდ ეს არ მინდოდა ყოფილიყო ეს ყოფილიყო ერთგვარი ზმანება, რაც გვინახავს, ისე ცაგარელის იმით რო ვთქვათ, სათაურებით, რაც გვინახავს და რაც არ გვინახავს. ანუ ჩვენეული ხანუმა იმ აქცენტებით, იმ შედევრალური ფილმი იქნება, ოპერა, სპექტაკლები, მათი ციტირებით, მათი ხსენებით, თუ იქიდან ერთგვარი ციტატების გამოყენებით. ანუ ეს იყო გარკვეული ისეთი ნაერთი სხვადასხვა ვერსიები. ესეთი რაღაც ერთგვარი ზმანება, აი რომ წაიკითხავ ხანუმას, გაგახსენდება ყველა ხანუმა რაც გინახავს, ფილმი, ოპერა, სპექტაკლი და სიზმარში ერთად რო დაგიტრიალდება უკვე შენეულიც და ისიც თავისი სიზმრისეული ლოგიკით, ასე ვთქვათ, თუ აბსურდული ლოგიკით. ეს იყო პიესა, რომელიც სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის შეიქმნა? არა, პიესა, ცაგარელის პიესა არის, გასაგებია, მე ვამბობ
ქონდა ის სასცენო ვერსია ცხადია ამ კონკრეტული სპექტაკლისთვის და ეს მე როცა ჩავედი სამუშაო ვარიანტი ჩავიტანე თეატრში, მაგრამ ბევრი რეპლიკა, ბევრი რაღაც ციტატა გაჩნდა უშუალოდ სპექტაკლის დროს, ნაწილი მათ შორის მსახიობებისგანაც, იმ რაღაცა სიტყვათა თამაშისგან, რაც წარმოიქმნებოდა უშუალოდ იმპროვიზაციის, სარეპეტიციო იმპროვიზაციის პირობებში და ამით საინტერესო იყო და მაყურებელიც იღებდა უკვე აი ამ ინტერპრეტაციას. არის თანამედროვე აქცენტებიც, ხსენება ბულინგის, დაქრაშვის, დაკენსელების, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ეს კი არ არის ისინი გავათანამედროვეთ, არა, ის ჩვენი წარსულის გმირები ლაპარაკობენ ხანდახან ჩვენი ლექსიკით. ეს იყო რაღაც ერთგვარი ხიდი და რეალურად თავისუფალი დამოკიდებულება ტექსტთან. თუმცა თვითონ ტექსტის ავთენტურობასაც მაქსიმალურად ვცდილობდით შეკვენარჩუნები და უბრალოდ ეს რაღაც ალაგ-ალაგ ხულიგნობები ყოფილიყო. და თუ კარგად გავიხსენებთ ესეთ ხულიგნობებს ჩემი პედაგოგი რობერტ სტურვაც მიმართავდა. როდესაც გავდა ხანუმას, იქაც ბევრი ესეთი თავისუფალი ტექსტია იგივე კამეჩებზე ის დოხლი რომელსაც ბრძანებდა ეროსი მანჯგალაძე, ეს არ არის საგარებთან, მაგრამ ეს გაჩნდა ხანუმა სტურვას ხანუმაში. ძალიან ფერადია სცენა, რაც ჩანს ვიდეო მასალიდან, აი საოცრად ფერადია და თანაც არის სივრცე. გვინდოდა ჩვენ ეხლა ეცით რა შეა საქმე, ეს ყველაფერი ბევრწილად მიკარნახა იმ პირობებმა, რა პირობებშიც არის სამწუხაროდ დღეს ზუგდიდის თეატრი. ზუგდიდის თეატრს არ გააჩნია სცენა. ეს ხალხი მუშაობს საარაკო პირობებში, წარმოდგენებს ხან მართავს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ხან მართავს კულტურის ცენტრში, საწყობი აქვს სხვაგან, სარეკვიზიტორო აქვს სხვაგან, სამკერვალო არის აბსოლუტურად სხვაგან, ყველაფერი არის სარეპეტიციო სხვაგან. ეს ყველაფერი ხდება ისეთი კოლოსალური შრომის ფასად და რაც თავარია სცენა არ მოძრაობს, არ ვერ დაკიდებ ასე ვთქვათ შტანგეთზე ვერაფერს. ეს ამ მოცემულობამ გვიკარნახა ის რომ ყოფილიყო რაღაც მოძრავი სახლები, ემოძრავად სახლებს. ამ სახლების მოძრაობა ჩანს, ხო? რაღაც ძალიან ეს კაი ცხოვრებისგან არისო გამოწვეული ეს, თორე კარგი სასცენო პირობები რო ქონიყო, ალბათ შეიძლება სუსპანაერად წარმართულიყო ჩვენი ხანუმაც. უბრალოდ ამ მოცემულობამ რაღაცა გამოსავლის ძიებაში რაღაცა მივაგენით აი ამ ფორმას ემოძრავად სახლებს, ამ ფერად თბილისურ ერთკაციან სახლებს. ეს რაღაცა ერთგვარი მათაც იქცა ჩვენ კი ვაცოცხლებთ მე-19 საუკუნის თბილისს, მაგრამ მეორეს მხრივ არის დღევანდელი თბილისი, რომელიც არის გათითო-კაცებული და სტუმრებს რო სახში აღარ უშვებენ, განსხვავებით იმ ძველი თბილისისგან, სადაც იგივე მე-20 საუკუნის თბილისისგან, სადაც მეც ვიზრდებოდი და სტუდენტობის პერიოდში და შემდგომ პერიოდში, როდესაც ყველა კარი ღია იყო, სტუმრიანობა გაჭირვების მიუხედავად. დღეს ეს პროცესი გაუწყობისკენ მიდის და მართლა მათ სახლებში ზუსტად დღევანდელი თბილისში იმდენად არის უკვე გადაშენების პირას სტუმართმოყვარეობა, რომ მართლა აი ამ ჩვენ სახლებს ემსგავსება, როგორც ჩვენ აგვაქვს ერთკაციანი სახლები. ესეც საინტერესო იდეაა ის თითოკაციანი სახლის მართლაც ძალიან შორს მიმავალი ასოციაციები შეიძლება გაჩნდეს გეთანხმებით. და ეს რაღაცა სიჭრელეც ეს არის ერთგვარი ანარეკლი იმ მულტიკულტურულობის, რაც თბილისში იყო, თბილისი არ იყო სადა ქალაქი არასოდეს, იმიტომ რომ აქ ყოველთვის 1000 თვითონ ეს საგარეთან ყველაზე კარგად ჩანს მულტიკულტურულობა არის დამახინჯებული რუსული, დამახინჯებული სომხური, დამახინჯებული თურქული, დამახინჯებული თათრული, დამახინჯებული ქართული რაც თავარია და ეს ყველაფერი კარგად აქვს ასახული და ეს ერთგვარი დამახინჯება ქმნის სრულიად სხვა სილამაზეს. და რაღაც გარკვეულ კომიკურ და სატირულ ელფერს ანიჭებს ამას ყველაფერს. დიახ, და ეს ყველაფერი რაღაც გვინდოდა ამ სიჭრელით გასმული იყო ხაზი ამ ყველაფერს და რაც თავარია აქ არის რომ ფერადი წარმოდგენა ყოფილიყო. და ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხანუმა მართლაც მარადიულია ცაგარელის ეს პიესა, რომელიც გაუძლებს დროს, იქნება ძალიან დიდხანს და იძლევა მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას. და ჩვენთან კიდე ისეც არის, რომ
გაძლიერებულია ქაბატოს ხაზი. იცი რა, როდესაც მე პიესის დაწერის ისტორია ძალიან კარგად ვიცი, ეს დაწერა ცაგარელმა ნატო გაბუნიასთვის, მაგრამ ითვალისწინებდა იმ ფაქტსაც, რომ თეატრში იყო ასევე მაკო საფაროვა აბაშიძისა და თუ არ იქნებოდა მეორე პროტაგონისტი ქალის როლი ძლიერი, მაკო საფაროვასთვის უინტერესო იქნებოდა იმ როლის დაბაში. და აქედან გამომდინარე, ქაბატო თითქმის თანაბარი ძალის პერსონაჟია. და ჩვენ სპექტაკლში ისე მოხდა, რომ ქაბატოს პერსონამ წამოიწია წინ და ქაბატოს და ტიმოთეს ურთიერთობა. ჩვენ მე მინდოდა ზოგადად ეს სპექტაკლი ყოფილიყო, როგორ ყველა ხრიკი, ყველა ჩვეულება, როგორ არის უძულური თავარ ჩვეულებასთან, სიყვარულთან. და ამ შემთხვევაში მარტო ქეთო სონას და კოტეს სიყვარული კი არ არის უძლევი. უძლევი არის ის სიყვარული, რომელიც ყვალი დასაწყისი კარგად ჩანს ამ პიესაში, როდესაც ტიმოთე არის და ერთგვარი სიყვარულით განსხვავებული ქაბატოს მიმართ. მაგრამ მე პიესაში ეს ხაზი იკარგება და ჩვენ არ დავკარგეთ ეს ხაზი და როდესაც ფინალში ხანუმა ამაყობს თავის კარაბადინით თუ რა ძალა აქვს, ხანუმას კარაბადის სცენაზე შემოდის ქაბატო ტიმოთესთან ერთად, სკროლით და აცნობებს, რომ თუ რა ძალა აქვს ქაბატოს კარაბადის, რომ მან ხანუმამ ფული შოვა, ქაბატომ კიდევ სიყვარული. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ხაზია, მართლაც ორიგინალური გადაწყვეტით. და ეს წვილის ეს ყველაფერი თვითონ პიესაში იყო ჩვენ. უბრალოდ წინა პლანზე წამოვწიეთ ეს დამოკიდებულება, ეს რომანტიული და რაღაცა დიდი სიყვარული, რომელიც მე თუ მკითხავთ, ბევრწილად წინ უსწრებს და უფრო ძლიერია, ვიდრე იგივე სონას და კოტეს სიყვარული, იმიტომ რომ იმ სონას და კოტეს სიყვარული ფილმში, ოპერაში რომანტიზებულია, ლირიკულ გმირებად არის ნაქცევი და პიესის მიხედვით სულაც არ არის ასე, ის სონაც საკმაოდ ანგარიშიანია, კოტე საკმაოდ ანგარიშიანია, მათ სიყვარულს წინ არაფერი არ უდგას, არაფერი არ უდგას, წინ დაქორწინდნენ. გარდა იმისა, რომ დაკარგავენ მიკიჩას ფულებს, მაგრამ მათ ეს ფულის დაკარგვა არ უნდა. აი ქაბატოს და ტიმოთეს ურთიერთობაში ამგვარი ქვენაგრძნობები ნაკლებად იკითხება და ჩემთვის მათი გრძნობები უფრო ფასეულია, ვიდრე იგივე სონას და კოტეს სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა რეზო, მართლა ძალიან საინტერესო დეტალია, რომელიც სწორედ აი ძველმა ინტერპრეტაციებმა რაღაცნაირად უკანა მხარეს გაიყვანა. კიდევ ხوار დაამატებდით რამეს და უნდა დავასრულოთ. დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ მე უზომოდ მადლიერი ვარ ამ თეატრის, რასაც აი ამ უსახკარო ამ ეტაპზე თეატრი შენდება, იმედია მალე დასრულდება, უსახკარო თეატრი მუშაობს იმგვარი შემართებით, რაც დიდ შენობიან თეატრებს შეშურდება. იმდენი პროფესიონალია თავმოყრილი, რომელიც აი მართლა გაგაოცებს თავისი შემართებით, საქმის პროფესიონალიზმით, იქნება ეს ცნობილი უფროსი თაობის მსახიობები, როგორებიც არიან მარინა დარასელია, ნანა ბუკია, ზური ლაშხია, მერაბ კაკალია, რეზო ჯოჯუა, თუ იმ ახალგაზრდა მსახიობებით, მათ შორის ირაკლი სამუშია, რომელიც ჩემთვის პირადად ვიტყვი აღმოჩენაა და შემიძლია არ ვიცნობ ცოტა არტისტს საქართველოში, თითქმის ყველას ვიცნობ, ვინც კი დღეს სცენაზე დგას და თამამად შემიძლია თქვა, რომ ქართულ თეატრს ასეთი არტისტი ბევრი არ ყავს. ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდის თეატრს, დიდი მადლობა გიორგი კაშიას აი ამ შემოთავაზებისთვის, მართლა შემოთავაზებისთვის, იმიტომ რომ როგორც წესი რეჟისორებს გვიწევს ბრძოლა დადგმის მოსაპოვებლად, ეს იყო მართლა ერთგვარი ჟესტი მისი მხრიდან, ნამდვილი მართლა მოწვევა იყო და არა რაღაცა ხოვნა და გათვალისწინება. დიდი მადლობა მას აი ამ ჟესტისთვის, აი ამ ორთვიანი პერიოდისთვის, აი ამ ქალაქში, ამ შვენიერ ქალაქში, რასაც გავატარეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ გუშინდელ და ამ ორი დღის პრემიერას, უსურვებს სპექტაკლს წარმატებას მომავალში და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. დიდი მადლობა თქვენ რომ იჩენთ ყურადღებას თეატრის მიმართ და პირადად
თუნდაც ჩემი შემოქმედების მიმართ. დიდი მადლობა, ჩვენ ვესაუბრებოდით რევაზ შატაკიშვილს, გუშინ და გუშინ წინ გაიმართა აქვსენტი ცაგარელის ხანუმას პრემიერა ზუგდიდის შალვა-დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ასეთი იყო დღევანდელი არტ ექსპრესი. მე გემშვიდობებით, მომავალ სამშაბათს.